გორის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, რომელიც შემოსავლების ნაწილში 89 მილიონ ლარზე მეტ შეადგენს და ის გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 10 მილიონი ლარით არის გაზრდილი. მერის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის დალი წლაშაძის თქმით, პრიორიტეტები უცვლელია. ძირითადად პრიორიტეტად რჩება ინფრასტრუქტურა, სოციალური მიმართულება, კულტურა, განათლება და გარემოს დაცვა. საკრებულოს დღევანდელ სხდომას, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, არც ერთი საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. Daახლოებით 10 მილიონით დაგვაქვს გასულ მაჩვენებელთან შედარებით, 77 მილიონით განისაზღვრებოდა 24 წლის ბიუჯეტის პროექტი. დღეს გვაქვს 89 მილიონი და უკვე დაახლოებით ნაწილი დაახლოებით რამდენი იქნება პრეზენტაციის დროს? კი, დაახლოებით იქნება 20 მილიონამდე ხდება ხოლმე ზრდა ის განმავლობაში, როგორც სახელმწიფოდან გამოყოფილი თანხების, ისე ადგილობრივი მაჩვენებლების ზრდის ხარჯზე ბიუჯეტი ზუსტდება და იზრდება ყოველ წელს. ეს ბიუჯეტი დამტკიცებულია გითხარით. კი ბატონო, პირველ რიგში მიულოცავ სრულიად გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, რომ ბიუჯეტი დამტკიცებულია, საკმაოდ სოლიდური არის, ეს პირველად 89 მილიონით განისაზღვრა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, აქ არ არის ნაგულისხმევით ან პროექტები, რომელიც დახორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და რეგიონული განვითარების ფონდიდან და ეს ყველაფერი ერთიანობაში მე ვფიქრობ სადღაც 150 მილიონს გადასდება და ასეთი სოლიდური ბიუჯეტი გორის მუნიციპალიტეტს დიდი ხანი არ ქონია. შენიშვნები რა მიმართულებით ქონდა იყო თუ არა გათვალისწინებული? კი ბატონო, შენიშვნების უმრავლესობა გათვალისწინებული იქნა, ძირითადად იყო აი მაგალითად მე მქონდა სამართლებრივი შენიშვნები, რომელიც ყველა გათვალისწინებული იქნა, იყო ხელფასებთან დაკავშირებით, სადაც უფრო დარგებში, სადაც უფრო დაბალი ხელფასები იყო და მათი ზრდა დამიფიქსირეს.